ნიკა მელია რეჟიმის განაჩენის მოლოდინში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობას სასამართლო ამწუთებში იწყებს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამობრალდებულია და მას ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. რა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს პროკურატურამ მარიამ მაკასარაშვილია პირდაპირ ეთერში. პროკურატურას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექნება შუამდგომლობა და მოითხოვს 50,000 ლარიან გირაოს საინტერესო რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს სხდომა. ნიკა მელია არის უკვე ჩვენთან ერთად. ბატონო ნიკა, მოითხოვენ გირაოს 50,000 ლარის ოდენობით. რა გექნება დღევანდელ სასამართლო პროცესზე სათქმელი და გადაიხდით თუ არა ამ გირაოს თუ ეს შუამდგომლობა დაგმოვდა? რა მოლოდინი შეიძლება მე მაქვს ერთი მოლოდინი, ისე როგორც უდიდეს ნაწილს ამ ქვეყანაში ვინც ცხოვრობთ. და მათი ნაწილი საჯაროდ ამაზე საუბრობს, მეორე ნაწილი ვერ საუბრობს, მაგრამ მეც ძალიან ბევრს უნდა ცვლილებები, გამარჯვების მოლოდინი მაქვს, ყველაფერი დანარჩენი არის რუტინა, სადაც მოგვითხოვება, გამძლეობა, მოტივაციის შენარჩუნება და ნებისყოფა და დისციპლინა. ეს არის მთავარი. მათ შორის აი ეს ყველაფერი, ეს ბრძოლა ყოველდღიური რუტინაა, მაგრამ შედეგის მომტანი იქნება საბოლოო ჯამში. ახლა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელმაც გააყალბა არჩევნები და ისინი ოპოზიციას კი არ დევნიან. ეს ოპოზიცია ხშირად გვაუწყდება ჩვენს, ვაღიარ პოლიტიკოსებსაც, ჟურნალისტებსაც და ბევრს. გამარჯვებულია დღეს. ამ ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ქვეყანაში ვინც არ გაიმარჯვეს, მაგრამ დაწერა სხვა ივანიშვილმა, ხო? ამიტომ არავინ დემოკრატიულ სოფლიოში მათი არჩევნების შედეგები არ ცნო. არალეგიტიმურმა პარლამენტმა რაღაცა არალეგიტიმური თავყრილობა გამართა. წულუკიანი ჩაუყენა სათავეში, მაგიდის ერთ თავში იჯდა ამასინად წულუკიანი, მეორე მაგიდის თავში იჯდა ბატონი, რომელიც დაიბარა და დასაკითა და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ თავის დროზე. მელია უნდა დაეჭირა თუ არ დაეჭირა და გირა უნდა გადამეხადა თუ არ გადამეხადა და აი იქ რო არ მივედი, მეორე გირაოს გვაკისრებენ, მაგრამ არაფერი როგორც აღნიშნე ეს არის რუტინა. დღეს რა კადრების ჩვენ ვიხილეთ და არის კადრები რომელიც არ დაგავიწყდება, ხო? აითად და ისე როგორც ბევრ ადამიანს არ დაგავიწყდება ის 8 წლის ბავშვი მარიამ ბაჯელიძეს შვილი, რომელიც შეშინებული საკუთარ საძინებელში იყო შეყუჟული საბანში და ყველას ხობს შვილები. არის რაღაცა რაც არ გეპატიება, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, არც მოქალაქეობრივად. და რაუწიოკეს ოჯახი ნანუკა ჟორჟოლიანს, ხო? მამის თანდასწრებით, პატარა ბიჭის საბას თანდასწრებით და ნურავის ნუ გვექნება იმისი მოლოდინი, რომ ეს ძალა გაიმარჯვოს, არა, ძალა ვერ გაიმარჯვოს, იმიტომ რომ ძალა არის მუსკულები მარტო ამ ეტაპზე ივანიშვილის. თავარი ძალა არის მეორე მხარე, სადაც მადლობა ღმერთს ჩვენ ვდგავართ. ეს არის სიმართლე. და სიმართლის ძალა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს ჩვენი ამოცანა, რომ ეს საბოლოო ჯამში იყოს ბევრად ადრე, ვიდრე მოგვიანებით. დიდი მადლობა. ჩვენ ვიცით მაგალითად ირაკლი ოქროაშვილის და ზურა ჯაფარიძის პოზიცია გირაოს რა შეიძლება გირაოს? ხო, ამასთან დაკავშირებით სწორ დროს, სწორ მომენტში, როდესაც იქნება ამაზე საუბრის დრო, რა თქმა უნდა, ჩემს პოზიციას და ისე როგორც მეგობრების პოზიციას, ნიკას პოზიციას პირველ რიგში გაგაცნოთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი. პროკურატურა მოითხოვს 50,000 ლარიან გირაოს. მელიას თია წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებიან და სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში ან რამდენიმე საათში გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.